დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის ვისკის ფესტივალი 2025-ზე, რომელიც 17-18 მაისს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში იმართება. ფესტივალი პირველად წარმატებით ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში, რასაც მოჰყვა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამოხატვა და ფართო გამოხმაურება. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს ღონისძიება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ვისკის გარდა წარმოდგენილი იქნება ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი, რაც დამატებით მრავალფეროვნება შეძენს ფესტივალის პროგრამას. დეტალებს უკვე სტუმრებისგან მოვისმენთ. ჩვენთან ერთად არიან ლაშარი ჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებლები ელგუჯე ქარუმიძე, ასევე ვლადიმერ თიბილაშვილი გვერდებიან საქმენდილოს სტუდიაში. დილომშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა გადაცემის შემოგზავნებისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ პროგრამაზეც, ამ ფესტივალის საერთაშორისო მნიშვნელობაზეც და ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა დასაწყისში ლაშა ზოგადად შევაჯამოთ მიზნები რა არის ამ ფესტივალისა, ამაზე რომ დავიწყოთ საუბარი. მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ ანდრეები როწოდებულის ხსენების. ასევე გილოცავთ. თქვენ და საზოგადოებას ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან ადამიანს. რაც შეეხება ფესტივალს, იმ საინტერესო ფესტივალს, რომელიც ანონს გავაკეთეთ, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებლებთან პარტნიორობით წელს ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო მასშტაბურს და ბევრად კიდევ უფრო განსხვავებულ ვისკის ფესტივალს თავაზობს საზოგადოებას და იმ მაღალი ინტერესიდან, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებიდან, მათ შორის საერთაშორისო დონეზე დაინტერესებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის სურვილი გამოთქვეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებმა, დღეს უკვე დაგეგმილი არის ბევრად უფრო მასშტაბური ღონისძიება, ბევრად უფრო სხვა ასორტიმენტი მათ შორის დამატებული, სადაც იქნებიან როგორც ქართველი მწარმოებლები, სადაც შეიძლება თავიანთი პროდუქციის წარმოჩენას იმ სხვა საერთაშორისო ბრენდებთან ერთად და ვფიქრობ, რომ წელევანდელი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას პოვებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დეტალებზე აგერ ვალერი და გუჯა. რაღაც გამოცდილება შაშანდელიდან გამომდინარე დაგროვებულია, წელს განსხვავებული რაღაც დეტალები იქნება. ფორმატები და ასე შემდეგ, სტუმრებიც, ასე ვთქვათ, უფრო მრავალფეროვანი იქნებიან ფესტივალის როგორც ვიცი. მოგესალმებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არ არის უკვე ვისკის ფესტივალი, ეს არის მაღალალკოჰოლური სასმელების ფესტივალი. მონაწილეობენ, ჩამოდიან უკვე ევროპიდანაც კომპანიები, რომლებიც წარადგენენ თავის პროდუქციას, არ არიან საქართველოს ბაზარზე და ეძებენ ახალ ბაზარს. ამ ხრივ ჩამოდიან, აგრეთვე მონაწილეობენ ქართული იმპორტიორები და ქართული კომპანიები, რომელიც აწარმოებენ მაღალალკოჰოლურ სასმელს. ჩვენი სპონსორი არ შეიცვალა, ისევ GD Alcoa, რომელიც დომინანტია ქართულ ბაზარზე. სპონსორები ყავს ალკორიუმი და ვისკის სახლი, აგრეთვე ინტრეიდი და სმაგლერსი, ანუ საქართველოში ყველაზე ესეთი დომინანტი მსხვილი მოთამაშეები. ჩამოდიან ევროპიდან ისევ კილტის საზოგადოება, რომელმაც გაალამაზა ჩვენი პირველი ფესტივალი, ამათ კილტის საზოგადოებაზე გუჯა მოგვახსენებს. როგორც შარშან წერცას გვექნება შოტლანდიური ფოლკლორი, რაც საქართველოში სხვაგან ჩვენი შეხედულებით არ ყოფილა და არ ახსოვს ისტორიას და რაც უმნიშვნელოვანესია 18 მაისს არის ეროვნული სამოსის დღე საქართველოში და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბაჩანა ჭანტურია, იქნება წარმოდგენილი ამ ქართული ტანის სამოსით, ქართული ცეკვით, ანსამბლით და ჩვენთვის არა მარტო უცხოური კულტურის ვისკის დანერგვა, არამედ ეს კოლაბორაცია, რომ ეს ქართული დღესასწაული ეთქვა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეროვნული იქნება. ეს ძალიან ჩვენი ეს ტურისტების ჩამოსული სტუმრების რომ ნახავენ ამას, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს ჩვენი ეროვნულიც შარშან ამდენი სტუმარი იყო და წელს რამდენს ელოდებით? შარშან ჩატარდა მოგეხსენებათ მხოლოდ მესამე პავილიონში, სადაც 2000-მდე სტუმარი მივიღეთ, მაგრამ ესე ვთქვათ, იყო დიდი ტრაფიკი. ფაქტიურად ვერ გავატარეთ ეს მოზღვავებული ხალხი, ერთადერთი რამაც გადაგვარჩინა იყო, რომ ღია სივრცე ჰქონდა და ხალხი მოსასვენებლად გადიოდა გარეთ. წელს უკვე ტარდება მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონში, აგრეთვე გვაქვს ღია სივრცეები, გვაქვს
ორი ზონა, ანუ პავილიონების უკანა მხარეც და წინა მხარეც, სადაც მოეწყობა food court-ი, წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ეხლა ამ დღეებში იწყებს, ესე ვთქვათ, თავის სარეკლამო საქმიანობას დავასახელებ, ეს არის კომპანია მეტაბლე და შესთავაზებს ხალხს თავის პროდუქციას დასაგემოვნებლად. აგრეთვე გვექნება მოსაწევის ზონა, სადაც წარმოდგენილი იქნება ორივე სიგარის იმპორტიორი კომპანია, რომელიც საქართველოშია, დავიდოვით და ჰავანა კლაბიც. და გაუმასპინძლებით ყველანაირად როგორც შეიძლება მოსუსტუმრებს. სპეციალურად ფესტივალისთვის ერთ-ერთი ნაყინის მწარმოებელი კომპანია შემოგთავაზებს ტორფირებულ ვისკის ბაზაზე დამზადებულ ნაყინს. ჩირიფრუტი იქნება ისევ წარმოდგენილი თავის ტორფირებული ვისკის ბაზაზე დამზადებული შოკოლადებით და ესეთი ცოტა მრავალფეროვანი იქნება ჩვენი ფესტივალი. პირველი ფესტივალიდან ესეთი წარმატების მერე ძალიან მალე დაგვიკავშირდა ბევრი ქართული კომპანია, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც ვისკისთან ესე თანხვედრა აქვს, ცოტა სხვა მიმართულებიდან. სპონსორი ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია ისევ თეთრი კვადრატი, დეველოპერი. გვეყოლება საავტომობილო კომპანია, რომელიც წარადგენს ელექტროავტომობილსაც, მოტოციკლებს, სხვადასხვა სფეროდან იქნებიან ეს კომპანიები წარმოდგენილი. ვისკი წარმოდგენილი. ალკოჰოლია იქნება. ავტომობილები იქნება. ალბათ ეს დრაივი არ იქნება ხოლმე. ეს დრაივი არ იქნება, მაგაზე ვისაუბრეთ სხვათა შორის, შეეძლოს შეთავაზება, მაგრამ იმ ორ დღეზე არ შეიძლება. ვინც იქნება მონდომებული, კომპანია შესთავაზებს ორშაბათიდან ტესტ დრაივს წინასწარი ჩაწერით. კი ბატონო, მე მიაკითხოს. ნინი არ ვიცი ჩაერთე ვისკის. კი. ვინც არ იყო 2024-ში და აინტერესებს ის მთავარი მიმართულებები, რაც წელს ღონისძიებაზე იქნება. მათ შორის, იმიტომ რომ ამ ღონისძიებას აქვს დატვირთვა ტურისტული მიმართულებითაც, საერთაშორისო ვიზიტორებსაც უნდა ველოდოთ ხო ამ 2 დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას პავილიონებში. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა იმისთვის, რომ მოხვდნენ აი ამ 2 დღიან ღონისძიებაზე და შემდეგ უკვე შიდა ტერიტორიაზე რა დახვდებათ გარდა იმ ქართველი და ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლებისა, რომლებიც არიან თავად ჩართულნი ამ და 2 დღე რახანსაჯი პროგრამები რამდენად განსხვავებული იქნება? ბილეთები უკვე იყიდება TicketJet-ზე, წარმატებით იყიდება, მოთხოვნა არის, რასაც ვხედავთ, წინა ფესტივალთან განსხვავებით უფრო დიდია, რა თქმა უნდა, მოთხოვნა. ვინ შეიძენს ბილეთებს და მობრძანდება ფესტივალზე, რაც იქნება გადაეცემა 2 უფასო სასმელის, ესე ვთქვათ, free drink voucher-ი, რითიც შეძლებს სასმელის დაგემოვნებას. დანარჩენი უკვე მათზე იქნება დამოკიდებული თუ ვინ რამდენ სასმელს დალევს დამატებით. რაც დახვდებათ წინა ფესტივალიდან განსხვავებით არის ის, რომ 75-ზე მეტი სტენდი დახვდებათ ალკოჰოლის სივრცეში სხვადასხვა სასმელების. სამივე სივრცეში ხო? 2 სივრცე იქნება დატვირთული ალკოჰოლით, მესამე სივრცე იქნება მხოლოდ სარეკლამოდ გამოყენებული მონაწილე კომპანიებისთვის და გვექნება აგრეთვე მასტერკლასები. ჩამოდიან უცხოეთიდან ბრენდ ამბასადორები, მაგალითად შოტლანდიიდან, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს და აგრეთვე ქართული ადგილობრივი ბრენდ ამბასადორები. წინასწარი ჩაწერები დაიწყება ხვალიდან მასტერკლასებზე და გათვლილი იქნება 2-ვე დღეზე, ანუ სტუმრები, ვინც ჩაეწერებიან, უფრო ეს უშუალო შეხვედრებს გამართავენ ამ ბრენდ ამბასადორებთან და განსხვავებულ სასმელებს დააგემოვნებენ უკვე მასტერკლასის სივრცეში. ეს ინფორმაციული დატვირთვაც, ანუ ადამიანები ზოგიერთი არის ვისკის განსაკუთრებით მოყვარული და ერკვევა ვისკის მიმდინარეობებს სახეობებში. ხო, მატულობს. კი ბატონო, მატულობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამ ფესტივალზეც გარკვეული ცნობიერების და ინფორმაციის აკრეფვა. ერთ-ერთი მთავარი ალბათ ესეც არის ამ ფესტივალის, რომ ცნობიერება, უბრალოდ პროდუქტის მიღების ბევრი ინფორმაცია არ აქვს მომხმარებელს. არის განსხვავებული ჩიქა ეს ტრადიციულად და კინოში რო არის ყინული და უბრალოდ ეს მასტერკლასები მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად ხდება ამ ყველაფრის ახსნა თუ როგორ გამოიყენო, როგორ მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია ამა თუ იმ სასმისიდან. ანუ შემეცნებითი დატვირთვაც აქვს თავის მხრივ.
ხო, ყველა ალკოჰოლს საკუთარი მოხმარების წესი. ორდღიანი აქტივობა იქნება სცენაზე, ვინც იყო პირველ წელიწადს კი იცოდა იცის როგორი დატვირთული გვაქვს სცენა და აგრეთვე ეხლაც ორივე დღეს იქნება გათვლილი მუსიკალური პროგრამა. ბაჩანა ჭანტურია ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთით წარდგება ჩვენი სტუმრების წინაშე, გვეყოლება საქსაფონისტი დათო დავითულიანი, რომელიც გაალამაზებს ჩვენს საღამოს, ვიოლინო და რაც მთავარია, ბევრი საჩუქრები მონაწილე კომპანიებისგან, სხვადასხვა სახის გათამაშებების მერე. ხო, იდეაში გარდა იმისა, რომ ამ პროცესმა უნდა შექმნას დამატებით რაღაც მიზიდულობის ადგილი, ტურისტული ვიზიტებისთვის, რომ ტურისტები ჩამოსულებიან და შეიძლება რომ კარგი დღეები გაატარონ ჩინეთში, 18-ში. გარდა მაგისა, იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აი მაგალითად ადგილობრივ მწარმოებლებს იმის საშუალება, რომ ჩამოსულ ბრენდ ამბასადორები იქნებიან თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ პირდაპირ კომუნიკაცია ჰქონდეთ, რაღაც საქმიანი მოლაპარაკებები გამართონ. მეოთხე პავილიონი გათვლილია მაგისთვის, სარეკლამო სივრცეები იქნება და ადგილები B2B შეხვედრებისთვის. რომ აი ის ვინც ვახსენებ, თქვა ევროპული კომპანია რო ჩამოდის, გამართავენ შეხვედრებს ქართველ იმპორტიორებთან, შემდგომი განვითარებისთვის, თავის საქმიანობისთვის და აგრეთვე ადგილობრივი მწარმოებლები ექსპორტის მიმართულებით გამართავენ შეხვედრებს. მაგალითად შარშან ჰონდა კომპანია ჯიმშერის პროდუქციის გაცნობა უცხოელ ჩვენ ვიზიტორებს, სტუმრებს და იყო იმის საშუალება, რომ კერძოდ ავსტრიაში წარსდგა კომპანია ჯიმშერი ვისკით. მარტში. ავსტრიაში ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა. და ახლა მეტი და მეტი ინტერესი ჩვენ ქართულ პროდუქცია არა მარტო ვისკზე, იქ ბრენდიზე და შემდგომ ღვინოზე თავისთავად. უბრალოდ ჩვენ ფესტივალზე უფრო მაღალ ალკოჰოლურ სასმელს ვანიჭებთ უპირატესობაზე ვაკეთებთ ამას, იმიტომ ღვინის ფესტივალების თავისთავად გვაქვს საკმარისი. ბუჯა არის აგრეთვე თვითონ არ აღნიშნავს ამას ავსტრიაში ორგანიზატორი ვენის და გრაცის ვისკის ფესტივალების. წელს როგორც აღნიშნეთ, მარტში ყავდა წაყვანილი ამ წელს ხო ზოგადად? კი, ამ წელს მარტში ყავდა წაყვანილი კომპანია ჯიმშერი და წარუდგინეთ ავსტრიელ ვისკის მოყვარულებს ქართული ვისკი და საკმაოდ ისეთი დატვირთული ორი დღე ქონდათ. ამაყები ხო, რატომაც ხართ ვისკის წარმოებაში უნდა ჩამორჩეთ ისეთ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ვიცით. ჩვენ ხო პირველ რიგში ჩვენ სამშობლოში გვინდა რომ ეს კულტურა შემოვიყარეთ. ხო და აი ამავდროულად რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ ჩვენი მეშვეობით გადის და ამას საზოგადოებაში კულტურა მაღალია, წარმოების მიმართულებას ბევრად უკეთესად ვითარდება. აი, ლაშა, ჩვენ ახსენე რომ ინტერესი იზრდება და ალბათ დისტრიბუტორებიც და იმპორტიორებიც უფრო მეტი ინტერესი იჩენენ. რა ხდება ამ მიმართულებით რაღაცნაირად შეგვიჭა? ამ მიმართულებით თუ ავიღებთ სტატისტიკას თუნდაც ის თუ რა გაკიდვებიც ჰქონდათ იმპორტიორებს და რა რაოდენობის ასორტიმენტით თავაზობდნენ, რადიკალურად შეცვლილი არის და ეს ყოველწლიურად კიდევ და კიდევ უფრო მზარდი არის საგრძნობად და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გადაერთო ვისკის მიმართულებით და უკვე შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ უკვე გემოვნური თვისებების კუთხით აგემოვნებს და არა ის, რომ უბრალოდ ვისკი უყვარს და მისთვის სულეთია და სწორედ გავს ტიპის ღონისძიებები უწყობს ხელს იმას, რომ ეს ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს და კარგი ის არის, რომ ვისკს ზოგადად ნაკლებ მცირე მოხმარება აქვს და თუ ამ კულტურას სწორად დავნერგავთ, არც ისეთი ჭარბი მოხმარება არ ექნება საზოგადოებას და თითოეულ მოხმარებას და დაინტერესებულ პირს, მაგრამ ზრდა ფაქტია, მნიშვნელოვანი არის და საერთოდ შეიძლება რომ ამას არც ელოდა არც იმპორტიორი თავის დროზე, როდესაც ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები 17-18 მაისი მოვინიშნოთ ვისკის ფესტივალი, რომელიც საგამოფენო სივრცეში გაიმართება წერეთელზე. შესაბამისად, ადამიანებს ვისაც სურთ რომ ფესტივალზე მოხვდნენ, ტიკეტზე შეუძლიათ შეიძინონ. როგორც ნახე, პირველი sold-out-ია, პირველი ორ კალათად გავყავით ბილეთები, პირველი კალათა დასრულდა, გაყიდვაში ახლა მეორე კალათის ბილეთები და ველოდებით ყველას. უქმეები აქტიურად გაატაროს. ერთ რაღაც დავამატებ, გარდა ვისკისა, როგორც ვახსენეთ, ბევრი მიმართულება ჩავრთეთ, ფოტოსტუდია გვექნება, ესეც აპრობირებული პრაქტიკაა ფესტივალებზე, სადაც სხვადასხვა აქსესუარები იქნება ლამაზი ფოტოების გადასაღებად.
წარმატებები. წარმატებები ლაშა რიჟამაძე, საქართველოს დისტრიბუტორთა და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, მელუჯა ქარუმიძე, თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებელი და ვლადიმერ ტიბილაშვილი, თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებელი იყვნენ ჩვენთან ერთად. წარმატებებად კიდევ ერთხელ. მადლობა და თქვენს ასევე წარმატებები. მადლობა.